ირანმა გააქტიურა თავისი ტერორისტები წითელ ზღვაში და კვლავ დააყენა ისრაელის საზღვაო საფრთხის ცენტრში, რომელიც შეიძლება შეეხოს სავაჭრო მარშრუტებს, ისრაელთან დაკავშირებულ გემებს და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. ამოშაბათს 2026 წლის 8 ივნისს ხუსიტების ჯგუფმა, რომელსაც თეირანი უჭერს მხარს და რომელიც სანაშია განთავსებული, გამოაცხადა სრული აკრძალვა ისრაელის საზღვაო ნავიგაციაზე წითელ ზღვაში. მას შემდეგ, რაც განაცხადეს, რომ გაუშვეს რაკეტები იაფის რეგიონში არსებულ გზნობიარე ობიექტებზე, მილიციამ სადა დაეფარა მუქარა რელიგიური რიტორიკით, წინააღმდეგობისა და ეგრეთ წოდებული ამერიკელი და ისრაელი მტრის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საუბრით, მაგრამ რეალური ფაქტი სხვაა. ირანის საზღვაოფთამ განაცხადეს, რომ გადააქცევენ გემებს სამხედრო სამიზნედ, რათა ზეწოლა მოახდინონ ისრაელზე, დაარტყან ნავიგაციის თავისუფლებას და გააფართოონ პროქსი ომი. რას ცდილობს ირანი დამალოს? რატომ ჩაერთნენ ჰუთები ეხლა ამ ესკალაციაში? როგორ შეუძლიათ ტრამპსა და ისრაელს ამ ცენტრების შეცვლა? ალყა თეირანის წინააღმდეგ. ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ მოგწონს ესეთი პირდაპირი და დაუფარავი კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. მუქარა გამოცხადდა იემენში ჰუთების ძალების მიერ. ჯგუფის, რომელიც თავს ადგილობრივ სამხედრო ძალად წარმოაჩენს, მაგრამ ირანის ღერძთან არის დაკავშირებული. გამოცხადებული სამიზნე იყო ისრაელი. არჩეული ადგილი იყო წითელი ზღვა, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობისა და საზღვაო მიმოსვლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია ახლო აღმოსავლეთს, აფრიკას, აზიასა და ევროპას შორის. მეთოდი იყო პირდაპირი. გამოცხადდა, რომ რეგიონში ნებისმიერი ისრაელის საზღვაო მოძრაობა შეიძლება სამხედრო სამიზნედ ჩაითვალოს. მიზეზიც ნათელი იყო. ჰუთებმა განაცხადეს, რომ მოქმედებენ ირანის, ღაზის, ლიბანისა და ერაყის მხარდასაჭერად. ეს აჩვენებს, რომ ოპერაცია არ არის იემენის ცალკეული გადაწყვეტილება, არამედ რეგიონული მექანიზმია, რომელსაც თეირანი იყენებს სხვადასხვა ფრონტზე ზეწოლის გასავრცელებლად. აი აქ იწყებს მათი ნარატივი დაშლას. როცა მილიცია ამბობს, რომ ხალხს იცავს, მაგრამ წითელ ზღვაში გემებს ემუქრება, ის არ იცავს მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ გლობალურ ვაჭრობას მძევლად იყენებს. როცა ისინი წინააღმდეგობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ემორჩილებიან იმავე ღერძს, რომელშიც ირანი, ჰეზბოლა და სხვა შეიარაღებული ჯგუფები არიან, ისინი თავისუფალ ძალად არ მოქმედებენ, არამედ თეირანის ზეწოლის ინსტრუმენტად მუშაობენ. დონალდ ტრამპმა ეს ჯგუფი უკვე სწორად შეაფასა. 2025 წელს ამერიკის მთავრობამ ჰუთები, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც ანსარ ალა, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. ეს გადაწყვეტილება უბრალოდ ასე არ მიუღიათ. ეს გადაწყვეტილება მოხდა წითელ ზღვაში განხორციელებულ თავდასხმებს, კომერციულ გემებზე მუქარებს, გემების გატაცებას და ქმედებებს, რომლებმაც საზღვაო ნავიგაციის თავისუფლებას დაარტყა. სხვაობა ეხლა ისაა, რომ ახალი საფრთხე უფრო დიდ კრიზისში ვითარდება, სადაც ისრაელი ირანის ალიანსს ებრძვის, ხოლო თეირანი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია მოკავშირეების სხვადასხვა მიმართულებით დაძურა. ისრაელი ამ ეპიზოდში შანტაჟის მთავარ სამიზნედ გვევლინება. ირანს, ლიბანსა და ღაზას შორის სამხედრო შეტევებისა და პასუხების შემლეგ ჰუთებმა გადაწყვიტეს გამოაცხადონ, რომ წითელი ზღვა შეიძლება გადაიქცეს ზეწოლის ზონად ისრაელთან დაკავშირებული ნებისმიერი მოძრაობის წინააღმდეგ. მათ აცხადებენ, რომ ეს ომზე რეაქცია. პრაქტიკაში კი ეს არის მცდელობა, რომ ისრაელი გარედან შემოარტყან. ზღვა გამოიყენონ როგორც სახმელეთო კონფლიქტის გაგრძელება. ჯგუფს არ აქვს ძალა, რომ ისრაელს პირდაპირ სამხედრო დონეზე დაუპირისპირდეს. ამიტომ ცდილობს დაარტყას ნავიგაციის სენსიტიურ წერტილს, სადაც მუქარას არ ჭირდება ყველაფერი გაანადგუროს, იმისთვის რომ შიში, ხარჯი და არასტაბილურობა გამოიწვიოს. ირანი ამ ესკალაციის მთავარი პოლიტიკური სარგებლის მიღებად ჩანს. თეირანი იცის, რომ როდესაც მისი მოკავშირეები შორიდან უტევენ, რეჟიმი ცდილობს მოხერხებულად დაიცვას დისტანცია. თუ გამოუვათ, რეგიონული ძალის იმიჯს ხიდის. თუ არ გამოუვათ, ცდილობს თქვას, რომ თითოეული ჯგუფი დამოუკიდებლად მოქმედებს, მაგრამ ჰუთების განცხადება თავად აანგრევს ამ გამართლებას. ისინი ირანს, ლიბანს, ღაზას და ერაყს ერთბერდბანაკად ასახელებენ. ისინი ფრონტების ერთიანობაზე საუბრობენ. ისინი აღიარებენ, რომ მათი ბრძოლა მხოლოდ იემენს არ ეხება. ეს ეხება ირანის ღერძის დაცვას იმ დროს, როცა ისრაელი და შეერთებული შტატები ალყას აძლიერებენ. საფრთხე მსოფლიოსთვის მხოლოდ ისრაელის გემში არ არის, საფრთხე თავად ისრაელშია. დღეს გამოცხადებული სამიზნე ისრაელია. ხვალ შეიძლება ნებისმიერი გემი გახდეს სამიზნე, რომელსაც დაადანაშაულებენ ისრაელთან კომერციულ, არა პირდაპირ ან პოლიტიკურ კავშირში. ზუსტად ამ ლოგიკამ შეაშინა წარსულში დიდი საზღვაო კომპანიები, როცა ჰუთების თავდასხმებმა წითელ ზღვაში კომპანიებს აიძულა შეეცვალათ მარშრუტები, აფრიკის გარშემო ევლოთ და მიევოთ უფრო გრძელი და ძვირი რეისები. გაერომ უკვე მოითხოვა ჰუთებისგან შეეწყვიტა თავდასხმები კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში.
მიუხედავად ამისა, ჯგუფი კვლავ ამაღლებს ტონს და აცხადებს საზღვაო აკრძალვას. თითქოს ჰქონდეს ლეგიტიმური ავტორიტეტი საერთაშორისო მარშრუტზე. ეს არის განსხვავება სახელმწიფოსა და მილიციას შორის. სახელმწიფო პასუხს აგებს საზღვარზე, მოსახლეობაზე, დიპლომატიასა და შეთანხმებებზე. მილიცია იყენებს რაკეტებს, პროპაგანდას და მუქარას, რათა საკუთარი თავი წარადგინოს უფრო დიდ ომში. ნამდვილი იემენი თავისი ხალხით, რომელიც წლებია იტანჯება, საბოლოოდ ხდება პოლიტიკური ფარი იმ პროექტისთვის, რომელიც ბევრად უფრო აინტერესებს თეირანს, ვიდრე თავად იემენელებს. დონალდ ტრამპს შეუძლია ეს ესკალაცია გამოიყენოს როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ირანის ღერძის წინააღმდეგ ზეწოლის პოლიტიკა გადაჭარბებული არ იყო. სანამ მოწინააღმდეგეები ცდილობენ ჰუთები ადგილობრივ ჯგუფად წარმოაჩინონ შეზღუდული დღის წესრიგით, სანას განცხადება აჩვენებს შეიარაღებულ მოთამაშეს, რომელიც დაპირებას დებს, რომ დაარტყამს ისრაელის საზღვაო მიმოსვლას და გააფართოებს ოპერაციებს მოვლენების მიხედვით. ეს აძლიერებს ამერიკის პოზიციას, რომ ჯგუფი ტერორისტულ საფრთხედ განიხილოს და არა როგორც უბრალო ამბოხებულ მოძრაობად. ასევე აძლევს ისრაელს მეტ არგუმენტს, რომ ზეწოლა მოახდინოს თავის მოკავშირეებზე, რათა წითელი ზღვა აღიქვან როგორც იმავე შეკავების ომის ნაწილი ირანის წინააღმდეგ. მემარცხენეები ხშირად აყირავებენ ამ ისტორიას. ისინი ცდილობენ ჰუთები წარმოაჩინონ როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, ცდილობენ ისრაელი მუდმივ პროვოკატორად წარმოადგინონ და ცდილობენ ტრამპი წარმოაჩინონ როგორც ადამიანი, რომელმაც პრობლემა გაამწვავა, როცა ტერორისტს ტერორისტი უწოდა. მაგრამ ამ ორშაბათის შემთხვევა საპირისპიროს აჩვენებს. როცა ჯგუფი აცხადებს საზღვაო ბლოკადას, ემუქრება გემებს და დაძაბულობის გამწვავებას პირდება, ის თავად ადასტურებს, რატომ იყო საჭირო მის მიმართ სიმკაცრე. განთავისუფლების რიტორიკა ხდება ფარდა, რომ დამალოს იძულების ოპერაცია. სიტყვა წინააღმდეგობა კი საზღვაო ტერორიზმის შეფუთვად იქცევა. იაფის რეგიონზე გამოცხადებული თავდასხმაც ასევე ასრულებს პროპაგანდის ფუნქციას. ჰუსიტები ამბობენ, რომ მიზნებს მიაღწიეს და ცდილობენ შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს შორიდანაც შეუძლიათ ისრაელის დაზიანება. ისინი ცდილობენ ირანისთვის თავიანთი ერთგულება აჩვენონ, გაამხნევონ მებრძოლები, შეაშინონ კომპანიები და ისრაელი მრავალფრონტიან ომში ჩართონ. საზღვაო მუქარა მეგაფონის როლს ასრულებს. საქმე მხოლოდ უშუალო სამხედრო ზიანში არ არის, არამედ ალყის განცდის შექმნაში. ეხლა ისრაელს უწევს გამკლავება ფრონტთან, რომელიც პროპაგანდას, რაკეტებსა და საზღვაო მუქარას აერთიანებს. პასუხი არ არის აუცილებელი ჰუთების ემოციურ სცენარს მიხვეს. ის შეიძლება უფრო ცივი და ეფექტური იყოს. საზვერო, საჰაერო თავდაცვა, დიპლომატიური ზეწოლა, საზღვაო მეთვალყურეობა და პასუხისგებლობის დაკისრება იმ ღერძისთვის, რომელიც აფინანსებს და ახალისებს ასეთ ქმედებებს. თუ ირანი იყენებს შეიარაღებულ ჯგუფებს ქაოსის შესაქმნელად, დონალდ ტრამპისა და ისრაელის ბუნებრივი გზა არის აჩვენონ, რომ თეირანის მიერ გააქტიურებულ თითოეულ ხელს ექნება პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ფასი. წითელი ზღვა გადაიქცა არენად, რადგან ჰუთები იციან, რომ იქ მცირე მუქარაც კი შეიძლება დიდ გამოხმაურებას გამოიწვიოს. მათ არ სჭირდებათ მსოფლიოს კონტროლი. საკმარისია შიში შექმნა სადაზღვეო კომპანიებსა და მთავრობებში, რომლებიც უსაფრთხო მარშრუტებზე არიან დამოკიდებული. ეს არის შანტაჟის ბუნება. მილიცია ისვრის ისრაელისკენ, მაგრამ აზიანებს ბევრი სტაბილურობას. და ეს არჩევანი შეიძლება ძვირად დაუჯდეს თავად იმ ღერძსაც, რომელსაც იცავს. მე ვარ მილსონ ალუესი, გლობალური ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე შეგინარჩუნო ინფორმირებულობა სიმართლით. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში.